ყველა უზნეო სასულიერო პირი უზნეო ცოდვაში ჩავარდნა და ცოდვით დაცემა ყველა ადამიანის შეიძლება ითქვას, შეიძლება მდგომარეობაც იყოს, შეიძლება სამწუხაროდ, მაგრამ ის ადამიანი იქიდან აუცილებლად ადგება, მოინანიებს და იცვლება. მაგრამ ადამიანი, რომელიც ღიად და საჯაროდ და ეს ყველასთვის ცნობილი არის, ასეთ უზნეოდ ცხოვრობს სასულიერო პირი. ყველა ეს პირი არის უშიშროების ჩვეულებრივი ნომრიანი, ასე პაპკა შექმნილი ასეთი აგენტი. შემდეგ ასეთ პიროვნებებს არ არის აუცილებლად ყველა ასეთი იყოს. თქვათ, ეხლა არქიმანდრიტ დოროთეზე ასეთი ფაქტები არ დევს, მაგრამ შეიძლება ეს გაცილებით საშიში იყოს, ვიდრე ისინი. აი ესეთი პირები შემდეგ აქტიურდებიან და საზოგადოებას უქმნიან პრობლემას. ასე რომ უშიშროების სამსახური იმისთვის არსებობს სწორედ, რომ ასეთი პირები გამოაშკარავონ და ისე წავლენ ესენი ავანსცენიდან, როგორც არაფერი. უშიშროების საქმე არის ეს. იმიტომ ესენი არ არიან კონკრეტული პირები, ამაზე საქმეები დევს მიშა სააკაშვილის ის უშიშროების არქივი და რაღაც ამათ ხო გადმოიბარეს ამ უცნებო. პაპკებით ალაგია ამათი საქმეები. უნდა გაუშვან ეს ხალხი ეკლესიიდან. არ ჭირდება მას დიდი აყალმაყალი, არ ჭირდება მას რუის სურბინსის კრება.